მოგესალმებით ქართული ტელევიზიის ეკრანიდან. თქვენ უყურებთ გადაცემას ცოდნის სკიპრი, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. ამ გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში კი ეს შესაძლებელია პარასკევს დილის 7 საათზე. ძალიან ვცდილობ ჩემს მაყურებელს შევახვედრო ისეთი ადამიანები, დავახვედრო სტუმრად ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან გაახარებთ. ეს ამაში დამერწმუნებით ალბათ ნახევარი წელია რაც დავიწყე მე ტელევიზიაში მოღვაწეობას ვერაფრით ვერ დავარქმევ ამას ტელევიზიაში მუშაობას, მაგრამ დამერწმუნებით ალბათ რომ ყოველთვის ფიქრობ თქვენზე და გახვედრებთ საინტერესო ადამიანებს, რის გამოხატულებაც ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე გახლავთ. არ უნდა წარდგენა, მაგრამ ფორმატი მოითხოვს ესე და ამიტომ სიხარულით მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონი დიმიტრი მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი და უფლებადამცველი გახლავთ. მაგრამ ყველაზე დიდი რეგალია, რაც გააჩნია ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ეს გახლავთ 8 შვილი ენა მიღილა და წარმოიდგინეთ თქვენ 6 შვილი. ბატონ დიმიტრი, ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ბავშვების სახელები იქნებ ჩამოთვალოთ. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ გადაცემაში მოგზაურობთ. მე ნამდვილად გაქვთ უფლება თქვათ. ახსენოთ ტერმინი მოღვაწეობა. თქვენ მაწლი გამოიხატება სწორედ იმ ნაშრომებში, რომელთა ნაწილის ჩემდანი გადმოცემის ბედნიერება მხდება წილად. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ჩემი შვილები არიან ნიკოლოზი, ლაშა, თათი ელენე, გიორგი, მარიამი, ლუკა და ანდრია. რა სახელები. იცით რა ბატონ დიმიტრი, რომ მოვდიოდი გზაში, აი რატომღაც ხო ვიცი რომ მრავალშვილიანი მამაა. მაგრამ სახელები მომინდა, რატომღაც ფიქრობდი რომ მე ეს გამათბობდა და გამოვიდა ეგრე. შვილიშვილებიც მითხარით. და იმ ჩამოთვლილთაგან გიორგი და ლუკა არიან, გიორგი წმინდა გიორგისა და ლუკა მახარებლის სახელებზე, შესაძლოა დიდებული სახელები. შვილიშვილები არიან თანმედროვებით რომ მივყვეთ, უფროსი ვაჟის ქალვაჟი დიმიტრი და ანა, შემდეგ მოდიან ჩემი მეოთხე ქალიშვილი შვილები, მატათა და ანასტასია. არჩილი ყავს მარიამისგან და შემდგომ ესე იგი შეგვეძინა გოგონა, რომელსაც უწოდეს ნარა. მაგრამ ნარას ნათლობის სახელი იქნება ალბათ ბარბარე, იმიტომ რომ ჯერჯერობით ახლა ახალი ამბავია, აღდგომა შეგვეძინა. გილოცავთ და გიბედნიეროთ ღმერთმა და მაყურებელი ალბათ დამეთანხმება, რომ მინდა ვისურვო ბატონი დიმიტრის და მისი მეუღლის ოჯახში აღზრდილი ბავშვები, მათნაირები გვიმრავლოს ღმერთმა და ძალიან გვჭირდება ასეთები. ამაში ალბათ დამეთანხმებით. კი, ნამდვილად, თუ კი რამ დღეს ჩვენ გვჭირდება, ეს არის იმ კრიზისის მენეჯმენტი, ესე ვთქვათ, რომელიც ყველაზე მეტი გამოწვევაა დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს არის დემოგრაფიული ზამთრის დაძლევა. უამრავი პირობა აქ. სუსხიანი ზამთარი დადგა ნამდვილად ჩვენთვის 1929 წლის აღწერის მიხედვით რომ ვიყავით, დღეს ვართ იმდენ. თუმცა ჩვენ გვახსოვს რომ 99 წლის აი წინა ეროვნული მოძრაობის ეტაპის დაწყების მომენტში ჩვენ ვიყავით 5 მილიონი ნახევარი. მას მერე ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იკლო შობადობამაც ბუნებრივია, მაგრამ ესეთი უკონტროლო მიგრაციული პროცესები, რა თქმა უნდა, არის მთავარი ტვირთი, რომელიც სრული უკონტროლო. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ
საზღვრის კვეთის დიგიტალიზირებული ან ციფრული მონაცემები 2009 წლამდე არ არსებობდა საერთოდ. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტშიც ძალიან დიდია ქვეყნიდან, ანუ დამოუკიდებელი საქართველოსთან გადინების მაჩვენებელი, თუმცა ეს უკვე აღურიცხავი, მინდა გითხრათ, ამისი აღრიცხვა საზღვრის კვეთის მომენტისთვის არ ხდებოდა. თუმცა 2009 წლიდან დაწყებული აღრიცხვის მონაცემები არის შემზარავი, ქალბატონო მანანა. ეს რომელი წლიდან? 2009 წლიდან. ყოველწლიურად საქართველოს უკან შემოსვლელად ტოვებს 150-დან 160,000 ადამიანს. რას ამბობთ? დიახ. რას ამბობთ? ეს არის შემზარავი სტატისტიკა. ხოს არ დაუჯერებდი? ხო, უკან შემოსვლად გულისხმობს იმას, რომ თქვათ, რომ მიდის ადამიანი ტურისტული მოგზაურობისთვის, მას აქ ხო ის ფუფუნება რომ დაბრუნდეს უკან 10 თვეში, 2 კვირაში, თქვათ რაღაცა პერიოდში. მაგრამ აქ არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც არალეგალური მიგრაციისთვის და გარკვეული ახალი ცხოვრების ძიებისთვის ტოვებენ ქვეყანას. ეს არის უაღრესად შემზარავი, მაგრამ სამწუხარო რეალობა, რომელთან დაკავშირებითაც განგაშტეხს ძალიან ბევრი დემოგრაფი საქართველოში, მაგრამ ეს არის ის სოციალური პრობლემიდან გამომდინარე და უკეთესი რაღაცა ცხოვრების ძიებაში მყოფი რაღაც როგორც ოქროს ციებ-ცხელების მიმზიდველი ფაქტორი იყო, თქვათ, ველური დასავლეთის ათვისების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ანალოგიური ხდება ჩვენ შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ჩვენ რო გვეგონა რომ 90-იანი წლების ბოლოდან დაწყებული მიგრაციული პროცესები, განსაკუთრებით გამზაფრებული 2000-იანის დასაწყისში იქნებოდა პიკი და შემდგომში გამოსწორდებოდა მიმართულებით მდგომარეობა, მოხდა პირიქით, იმიტომ რომ შეიქმნა დიასპორები, საკმაოდ ძლიერი დიასპორები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. თქვენ წარმოიდგინეთ ავსტრალიიდან დაწყებული. ავსტრალიაშიც კი, და აღარაფერს ვამბობ. შეერთებულ შტატებში უკვე ქართული კოლონიებია. მთელ რიგ შტატებში, როგორც არის პენსილვანია, ნიუ-ჯერსი, ნიუ-იორკი, კარგად მოგესალმებათ. მეც მომიწია გარკვეული პერიოდი ცხოვრება და ჩემი ცხოვრობდა 5 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი ოჯახი, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ გარშემო შეერთებული შტატებისთვის უცხო არ არის შეერთებული შტატები ჩვენი მოქალაქეები. დიახ. ისე როგორც ევროპა. და ევროკავშირის ძალიან ბევრი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაციასა და ჩვენი მთელი პოპულაციის 1/3-მდე ცხოვრობს დღეს მდგომარეობით. ახლა მოხდა აღრიცხვები და სადღაც მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს ახალ ამბავს გასული. ხო. ამიტომ არის რომ როცა ჩვენ ვიყავით 5,9 მილიონი 99 წლის აღრიცხვის მდგომარეობით, სად გაქრა ეს ხალხი? 2 მილიონამდე ადამიანი, სადღა გამქრალიყო ეს ადამიანები, სადღა მოხდარიყო მათი შეწოვა, თუმცა როდესაც ბუნებრივი ნამატის დინამიკით ხდებოდა ზრდადობა. მცირედი იყო ეს ნამატი, მაგრამ მაინც ნამატი იყო. დღეს ბოლო 3 წელი 2022 წლიდან საქართველოში არის კლება. გარდაცვლილთა რაოდენობა უსწრებს დაბადებულთა რაოდენობას. და როგორი 4,000-5,000 ერთეულით ყოველწლიურად. რას ამბობთ? ბატონო. ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. ბატონ დიმიტრი, მე მადლობელი ვარ იმის გამო თქვენი, რომ მე თქვენ და მე აი ესე იგი ტელევიზიიდან ცქერი შემთხვევაში უსაზღვროდ დიდი პატივისცემა მქონდა და რატომ? სუფთა აი ვერავინ რომ ვერ მოგიძებნით ლაქას. ეს ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო და მით უმეტეს პოლიტიკაში მოქმედი ადამიანისაგან. ამიტომ მე ძალიან მომინდა რომ ჩემს მაყურებელს და დღეს ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ეს ჩვენ ორის მიწოდებული გადაცემა იქნება, ხო? მინდა ბატონი დიმიტრი ბაჩვენო არა პოლიტიკური კუთხით და არა საქართველოს ტკივილის კუთხით. როგორი უნდა დამეხმაროთ. როგორი ბავშვი იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე? მინდა გითხრათ, რომ არაფრით გამორჩეული სხვისგან,
მქონდა ძალიან საინტერესო ბავშვობა. ძალიან საინტერესო ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი, კი, მიუხედავად იმისა, რომ დედის ერთა ვარ და მქონდა ბედნიერებამ ყოველდა არაჩვეულებრივი დეი და არაჩვეულებრივი ბიძა, არაჩვეულებრივი მათი სამეგობრო. დიახ. მაგალითად მე და დეი და ჩემი ჩვენ შორის ხვაობა იყო 15 წელი სულ. რას ამბობთ? კი და ჩვენ მეგობრობდით. ნორჩი პერიოდი, ხო, ნორჩი ყრმობის პერიოდი იყო. ყმაწვილკაცობა. ყმაწვილკაცობის პერიოდი, ხო. მაგალითისთვის აღზრდის პროცესში იყო ყოველთვის აი დეი და ჩემი სამეგობრო. ხურა, რომლებიც იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდნენ, იმიტომ რომ და თან სამაგალითო, ხო? ომის მერე დაბადებულები. ომის მერე დაბადებულები, 52-იანი. დიახ. ომის მერე დაბადებულები ძალიან ასე იგი მყარი ღირებულებათა სისტემით მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აღზრდისა და განათლების სფეროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართალია რა და უპირველესი პრიორიტეტთა შორის პრიორიტეტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც აშენებს თავის მყოფად სუვერენიტეტს, მდგრად სუვერენიტეტს, ეს არის განათლების სისტემა, რომელსაც ის უნდა ემყარება. ბროდსკი. არსებობს მძიმე დანაშაული. წიგნის არ კითხვა. თუ წიგნს არ კითხულობს პერსონალურად ერთი ადამიანი, ის თავის ცხოვრებით აგებს მასზე პასუხს. მაგრამ თუ ქვეყანა არის წიგნის არ წამკითხველი, მაშინ ეს ქვეყნის ისტორიაზე მოქმედებს საშინლად. აი იმის პასუხი ხარ, რაც თქვენ თქვით. კი და აი სწორედ დეი და ჩემის თაობის ახალგაზრდობა მე ესე დამამახსოვრდა სხვათა შორის და შემდგომში ძალიან ბევრი სახელოვანი და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ვიხილეთ ჩვენ ქართულ საზოგადოებაში როგორც მდგრადი ქართული საზოგადოებრივი განვითარების ბურჯი. დიახ. ჩემი თაობაც მინდა გითხრათ, ჩვენ ომის თაობის შვილები ვართ და შესაბამისად ჩვენ რაოდენობაში ვართ ცოტანი. 60-იან წლებში დაბადებული. ახალგაზრდები ეს ჩვენ კლასებშიც აი გამოიხატებოდა, აისახებოდა. კი, ძალიან ცოტანი ვიყავით თითოეულ კლასში თავმოყრილები, მაგრამ ჩვენს გქონდა რაღაცა ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თქვათ გვაქვს უბრალოდ სათქმელად ის რომ ყველა ეპოქას მოვესწარეთ, ეს იყო განვითარებული სოციალიზმის, კომუნიზმის, ეს იყო ადრეული ეტაპის ეროვნული მოძრაობის პიკი, მისი კრახი, სამწუხარო, შემდგომი ტრანსფორმაცია გაუგებრობაში და კიბილიანიც იყო და საინტერესოც. გაუგებრობის გაღრმავება და ეს ყველაფერი ჩვენი ესეთი იმ მოციქული და იმ გაცნობიერებული ასაკის პირობებში ხდებოდა, როდესაც ძალიან კარგად გვახსოვდა და შეგვეძლო ანალიზი გაგვიკეთებია. ჩვენ სუღლუტობდა დიმიტრი ლორთქიფანიძე სკოლის ასაკში. როგორ? სუღლუტობდა. სუღლუტობდი? ხო, ну ესე იგი, ძველი ბიჭი და ესეთი ის არა, ეგ არ მიფიქრია. კი, მაგრამ რაღაცა გარკვეული აი, არ ვიცი ქართულად რა ქვია შატალოს, დადიოდა დიმიტრი ლორთქიფანიძე. ალბათ ერთ-ორჯერ კი იქნებოდი ყველა. მე მოტავე ვიყავ. მახსოვსკიდაც კი ბატონო, ნამდვილად და ხო, ესეც საინტერესო ბავშვობა მქონდა იმ კუთხით, რომ ჩვენ დროს მაგალითად ჩემი თაობის ბავშვების უმრავლესობას მუსიკაზე უნდა ეულო. კი, ეგ აუცილებელი პირობა იყო, რას ამბობთ? მე ხა დიდად დაჯილდოებული მუსიკალური ნიჭით არ ყოფილვარ, მაგრამ ძალიან საინტერესო და კარგი პედაგოგები მყავდა, როგორ ვიცი, პედაგოგზე არის უზარმაზარი. რობერტ ვახტანგოვი, მანენა ავაზაშვილი, მაიკო შვილდაძე, მერტმა აცხონოს მის სრული პრორექტორი კონსერვატორიის და ისე ჩავაბარე კონსერვატორიისთან არსებულ აწლეთში ექსპერიმენტალურად. ნუ ეს უკვე განაცხადია. ხო, ნუ მომამზადეს და ჩავაბარე, მაგრამ რო გითხრათ რომ დიდი ენთუზიაზმით ვსწავლობდით ხო არა, მაინც იყო ჩემთვის წინააღმდეგობრივი, იმიტომ რომ აი განსხვავებით ჩემგან, მაგალითად, ჩემი მეხუთეშვილი გიორგი, რომელმაც ნიჭერთა აწლები დაამთავრა, კონსერვატორიის ჩაერიცხა და სასულე საკრავია. დიახ. ის მიმდევარი მას რო უყურებ და მის ნიჭს და თქვათ მის შესაძლებლობებს ხვდები, რა შემთხვევაში უნდა იზულო ადამიანი მართლა ბოლომდე, ესე იგი, მიიყვანოს თავისი მუსიკალური განათლება.
აიძულო რა გაგებით? ხელი შეუწყო. ხელი შეუწყო. როცა არის აბსოლუტური სმენა, როცა არის ნიჭი, როცა არის მისწრაფება, როცა არის მონდომება ამასთან ერთად და როდესაც ხედავ, რომ ეს ნიჭი და ტალანტი არ უნდა დაიკარგოს. თუმცა ზოგადი მუსიკალური განათლება, როგორც მუსიკალური აზროვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაგეშვა ჩვენი ბავშვობის დროს. როგორ არ გამეშვა ახლა გეტყვით ახლა ჩემზე სკოლაში ახლა ვიყავი ესე იგი თუ განათლების სამინისტროდან დაიძრებოდა ვინმე მანანა მაგრამ ვიყავი ცელქი ამავე დროს და მუსიკალურში რო არ მევლო ეგ ოჯახისთვის შეურაცხყოფა იქნებოდა და ამიტომ ესე იგი ხო წავედი მაგრამ პედაგოგი შემხვდა იცით მრცხვენია პედაგოგი რომ მას ვუწოდე არ ვიყავი მზად, ხო ხდება ეგეთი რაღაც და დამიწერა ორიანი. დამიჯერებთ ბატონ დიმიტრი რომ იმიდან მუსიკალური სკოლის შენობიდან გამოსვლა მრცხვენო და რა ვიფიქრე იცით რომ თელმა ქალაქმა იცის რომ მე ორიანი მივიღე. ეს ჩემთვის იმდენად კინეული იყო როგორ ეჭიდები პედაგოგობას შენ თუ ბავშვი არ გიყვარს და პედაგოგობის ნიჭი არ აქვს. მან მე დამინგრია ის. იცით რამდენ ხანს ვიყავი ცოტა? დამოკიდებული. რასაკვირველია. თუმცა განათლების სისტემა მაინც ძალიან კარგ საფეხურზე იდგა 60-იანი 70-იანი წლების. როგორ არა? ეს იყო იმ საიმპერატორო საგანმანათლებლო სისტემის სამემკვიდრეო, ასე ვთქვათ, ეტაპი, სამემკვიდრეო ინერცია, ასე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ 30-იან წლებში ჩაეყარა, რომელიც გასაკვირი არ უნდა იყოს, ასეთი განათლების საყოველთაო განათლების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას და მან მე ინერციით დიდი ხანი გასტანა და ჩვენი თაობაც მაგალითად ჩვენი თაობის საგანმანათლებლო გარემოებები როგორც იყო ატესტატისთვის ბრძოლა, ნიშნისთვის ბრძოლა, გამოსწორებისთვის ბრძოლა უმაღლეს სასწავლებელში შესაბამისი წინასწარი ქულების არსებობის შემთხვევაში ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა და ეს კონკურენცია და კონკურენტუნარიანი მაგრამ არ გეჩვენებათ რომ ეს ჯანსაღი იყო მაშინ ძალიან ჯანსაღი იყო მე დღეს უცხერი ამ საგანმოწმო ეროვნული პროგრამის აბსოლუტურად მას რა ქვია ვითომ დემოკრატიულ პრინციპს ხო რომ ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობა აი კარგად შეაფასეთ ვითომ მაგრამ აქ უნდა იყოს დოღი, აქ უნდა იყოს რბოლა, აქ უნდა იყოს მუდმივი კონკურენციის განცდა, აქ უნდა იყოს შეჯიბრებითობა, აი სხვანაირად თუ სტიმული არ აქვს რაღაცისა ბავშვს. რა თქმა უნდა, როცა შენ იცი რომ შენთვის სანუკვარი პროფესიის დაუფლების გზა არის ეკლიანი. დიახ. და მხოლოდ შენ შეგიძლია ეკლიანი გზა გაკვალო, როცა მით უმეტეს მშობლები გვერდში გიდგანან, როდესაც გაქვს მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში შენ გაქვს სტიმული, იმიტომ რომ იცი რომ პროფესიას, იმ პრესტიჟულ პროფესიას, რომელსაც დაეუფლებ და რომლისკენაც გაკლტოლვა, ის შენ მოგიტანს იმ მომავალ ცხოვრებას, რომელიც შენს მომავალს, იღბალს, ოჯახს, შვილების ბედნიერებას, ყველაფერს მოიცავს მომავალ პერსპექტივაში. აბსოლუტურად. პირველი ბედნიერება იწყება პროფესიის არჩევით. რასაკვირველია, პირველი შეცდომაც იწყება პროფესიის არასწორი არჩევით. ან დაძალებით, რასაც ძალიან ხშირ შემთხვევაში აქ ხოლმე ადგილი ჩვენს. მე მომიხდა დისერტაციისთვის იმ დროს ბრძოლა კი არა, შეჭიდება, ასე დავარქვათ, როცა თუ 2 წლიანი პრაქტიკული სტაჟი არ ჰქონდა, ვერ გაეკარებოდი დისერტაციის დაცვის სურვილსაც კი. 2 წელი უნდა გქონოდა პრაქტიკული მუშაობის სტაჟი. ამიტომ შეიძრა მთელი ქვეყანა მაშინ რომ მე სკოლაში მოწყობა იყო, ეს რაღაც დიდი გამარჯვება და ვერ დამალავ, ხა რამაჩხიკვაძე შევიდა კაბინეტში განათლების მინისტრთან და მიმიღეს იმით და მიმიღეს თან ძირითად პედაგოგად კი არა, შემცვლელად. მაგრამ მე თანახმა ვიყავი ამას და ეს ჩემთვის კმაროდა. ესე იგი ბატონ დიმიტრი ღამე არ მეძინა, რით მიმეღწია იმ კლასში ჩემი შესulis სიხარული გამომეწვია და თან სწავლის სურვილი. ბევრი იყო ისეთი, რუსული სკოლაც იყო, ქართული სკოლა იყო და მე ვუთხარით თხოვე დირექტორს რომ ორივეში გამიშვით მეთქი უხელფასოდ აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე ამით მხოლოდ სიკეთეს შევიძენ, მეც არაფერს მეთქი და 3 რიგი იყო სკოლაში, კლასში მერხებისა.
სამ რიგს შორის მოვაწყერთ შეჯიბრება, რომ ვინც ესე იგი გაკვეთილის ცოდნის რაოდენობით აღემატებოდა დაუშვათ იმ ორ რიგს. პირველი, მეორე, მესამე ადგილი უნდა აუცილებლად გაკვეთილის ბოლოს გწოდნოდა. იმათ რაღაც ბონუსები მოუწყვე, რაღაც საჩუქრები მასაფქენი გაუკეთე. ჩემი იმით, მაგრამ მე ვიყავი ამით ბედნიერი. თქვენ არ იცით რა ემართებოდათ ბავშვებს რო დამინახავდნენ. ფანჯრებიდან იმაშებოდნენ, რომ არ მოხვიდეთ ახლოს მეთქი ვეხვეწებოდი. თუ პედაგოგი სამკუთხედია შექმნილი ბავშვის აღზრდისთვის საბრძოლოდ. პედაგოგი, ოჯახი და სკოლა თავისთავად, ხო? ესე იგი ეს თუ არ არის, რომ ესე იგი ეს სამი ის არ იბრძვის, არ გამოვა არაფერი. ოჯახი, სკოლა და პედაგოგი იგივეა. კარგით, ამას თავი გავანებთ. როგორი მამაა? სასურველია რომ უკეთესი მამა ყოფილიყო და უფრო მეტი სიბრძნე მქონოდა. ამას ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახალგაზრდები ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც და რთული გარემო იყო ის ცხოვრების პირობები, რომელშიც მთელ ქვეყანას გვიწევდა ცხოვრება. ეს არის სწორედ ის 90-იანი წლების ყველაზე ბნელი წლები. გაუთავებელი სამოქალაქო დაპირისპირება, აღრეული ღირებულებები, ვერ შემდგარი დამოუკიდებლობა და ის ბნელი პერსპექტივობა, რომელიც ძალიან ცუდი პერიოდი იყო. არ გაძლევდა ძალიან რთული პერიოდი იყო. პანტაკუნტით კარგავდით გარშემო ადამიანებს, ხო? იქნებათ ფიზიკურად, იქნებათ მორალურად და სულიერად. და მით უმეტეს ამდენი ვაჟიშვილის, ქალიშვილს კიდე დაიმოჩა. ამას თავისი ძალიან დიდი კონტრასტია. ხო რა? დიახ. რა სახის? აი როგორც სახარებისეული სიბრძნე მოძღვრავს, რომ სადაც საუჯუბება იგამრავლდეს იქაცა მადლი ქრისტესი გარდამოემატოს, ხო? აი ამ მატერიალური ყოფის დამძიმებას მოყვა, ესე იგი სულიერი კათარსისი შეიძლება ითქვას და ამან წინ წამოწია ის ძირითადი ღირებულება, რომელმაც შემდგომში ძალიან იქონია, ძალიან დიდი გავლენა იქონია. კი ბატონო, აი ამ შემოbrunებაზე, შემოტრიალებაზე და იმ გადარჩენაზე ქვეყანა ფაქტურად გადაგვირჩა ჩვენ 90-იანი წლების პერიოდი იყო იმდენად მძიმე და იმდენად ალბათ მოვა იცით დრო და ჩვენ გვეცოდინება რა მოხდა რეალურად, როგორ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა, როგორ მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლების გატარება გარკვეული ასე ვთქვათ მოხდება კი გარკვეული გარედან დიქტატის პირობებში და ის რაც დღემდე ხდებოდა საქართველოს ყავს ძალიან ბევრი დაუძინებელი მტერი. ძალიან ბევრი. კი ბატონო, შიგნით თუ გარეთ ხდებოდა სწორედ 90-იან წლების დასაწყისში, რაც იყო გარედან მართული პროცესი. გასაკვირველი. აბსოლუტურად გარედან მართული პროცესი. და ამიტომ ვამბობ, რომ აი ამ რთულ პერიოდში შვილების აღზრდისთვის განკუთვნილი მეტი დრო, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი ვალდებულებები ალბათ გასათვალისწინებელი იქნებოდა თავიდან რომ გქონდეს გასავლელი. კუთხეც რო ვახსენებთ, ესე იგი რაღაცნაირად მასაკენი ბავშვი, სკოლა და ოჯახი. კი, ეს არის აი ეს სამკუთხედი. მე ჩემს უჩივი, რა თქმა უნდა, არა, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ხო, არა, ეგ გასაგებია. მრავალი და მნიშვნელოვანი კორექტივის შეტანა შეიძლებოდა განმეორებაში. მაგრამ წესიერი ბავშვები რაც თავარია, თქვენს სამშობლოს შესძინეთ ამდენი წესიერი ადამიანი, რომლებიც იზრდებიან შეცემოთ. დიმიტრი ლორთქიფანიძის და მისი მეუღლის საკეთილდღეოდ დაუშვათ კი ეგრეა. კეთილდღეობა მეტი გეჩვენებათ რა, მაგაზე მეტი კეთილდღეობა, როცა შვილი გყავს სწორ გზაზე დაყენებული. მე არ ვიცი, მაგალითად სხვა უფრო მეტი ისა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი სიხარული, როდესაც შვილი სწორ გზაზე დგას და შენ მოხსნელი გაქვს აი ეს უდიდესი ტვირთი სიმძიმე უბრალოდ. სიმძიმე. განსაცდელისა, იმიტომ რომ შენ შვილზე ყოველთვის აგებ პასუხს. ამ ცხოვრებაშიც და რასაკვირველია. ბატონ დიმიტრი, ხო არ მოგაგონდებოდათ ამდენი ბავშვი ყავდათ სახლში და ყავთ. ღმერთმა გიბედნიეროთ. ხო არ გაგონდებათ რამე ისეთი კითხვა, რომელიც მათ დაგისვეს, რომ ამაც გაგაოცათ.
ძალიან ბევრი შეკითხვა იქნებოდა ალბათ ფაქტობრივად. ბავშვებმა ხო იცით რომ ძალიან საინტერესო კითხვების დასმა იციან. გამოყავს მამას შვილის ასეერნოთ. მოსკოვის სინამდვილეა და Корней Чуковскийдан ამოვიკითხე და Вот, говорит, смотри, полицейский. Нет, შვილი ეუბნება. Он не полицейский. А почему? Он улицейский. Აი, გეხვეწებით ახლა. улицейский, სულ ქუჩაში ხედავს. ხო, და ძალიან ბავშვური ლოგიკა აქვს, ლოგიკა. გონება מחვილობისა და ენემოსტრებულობის ყავს ბავშვი, ჩემი საკუთარი შვილი აყვანილი მყავს ხელში, პატარა იყო და კარგად ვერ ლაპარაკობდა და თოვლი წამოვიდა ულამაზესი და ეს ქუჩის ლამპიონები რო ანათებს და ეს დიდი ფიფკები და ჯერ მასაკნა ვინ გადმოყარა ჯერ იკითხა და მეორე შემთხვევა იყო და მოწმენდილიც აიყო და ვინ დახატა ცაზე ვარსკვლავებიო აი გაგონდებათ რამე იცით რამე ერთადერთი რაც შემილია ამ კითხვასთან დაკავშირებით პასუხის სახით გაგცეთ არის ის რომ ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება და ჩვენ ერთად ცხოვრობდით განმარტოვებით ასე თქვა მშობლებისგან ძალიან სასიამოვნო მეუღლე გყავთ ხო და თაცმის რაიონში მუშაობ ჩემი მეუღლე გამგეობაში არის სოციალური განყოფილების უფროსი და საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან და ჩანსახ სასარგებლო საქმეს ემსახურება სხვანაირად ვერ წარმოვიდგენდი მომდის ხომეს ხმები და ძალიან მიხარია მასთან დაკავშირებით რომ ეს ასეა. ჩვენ ერთ რამეში ვუწყდებოდით ხოლმე ერთმანეთს აი ბოლო წლებში განსაკუთრებით რა არის არა მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება სულ ბავშვები როცა აღმოაჩინო ამას დიდი სიხარული არ არსებობს. სიმდიდრე. ერთი სიმდიდრე, მაგრამ ამ სიმდიდრეში რა იგულისხმება, იცით, მუდმივი სიხარულის განცდით მიღებული ის ბედნიერება, რომელშიც ხარ, აი ესე ხარ, მაშინ სივრცეში, ამ ბედნიერების სივრცეში იზრდებიან შენი უფროსები, იზრდებიან პატარები, მოდიან შვილიშვილები და ეს ბავშვთა სახეების მუდმივი, ასე ვთქვათ, კალეიდოსკოპი არ იცვლება. ბატონ დიმიტრი, ერთს მოგაგონებთ აქედან გამომდინარე, იცით რა, მე ხა ინდივიდუალურად უცებ არც ვიყავი მზად რომ რაღაც გამიხსენებინოთ, ალბათ ბევრს გავიხსენებ ეგეც ნელ-ნელა ჩვენს დიალოგში. იცით რა, როცა დასრულდება ეს იქნებ გაიხსენოთ და შემდეგი შეხვედრისთვის ეს გამოვიყენებთ და იცით რას მოგახსენებთ ახლა წვეულება და წვეულებაზე მოვიდა ვახტანგ ბოჭორიშვილი. და ეკითხება, დააგვიანე და ესე ხო იცით როგორი ეს დიდებული ადამიანი. ой, არ მითხრა და ორატორი და რა ბედნიერებაო კარებზე კაკუნს რო გაიგონებო და გააღებ და შვილიშვილები შემოცვივდებიანო და ყველა მოემზადა იმისთვის რომ არიქა ტაში აუტეხეს ესა და რა დიდი ბედნიერება რო გაიხურავენო. ამას არავინ ელოდა. ხო, ფიზიკურად იღლება ადამიანს. რა საკვირველია. მithumetes ამას ხო მონატრება მხმაურმა. საკვირველია. ცოტა ხანი მოიწყენს ხოლმე სახლიან ბავშვების ხმაურისგან, მერე გენატრება და აბა მოდით სადახართ და რაღაცა ცდილობ რომ შექმნა ესეთი ატმოსფერო და გარემო რომ მაგრამ ეს არასოდეს მავიწყდება იცით როგორი შვებით იცით აი რა ბედნიერება რომ წავლენ და მიხურავ კარსო აი ესეთი რამე კი მიხმერთმა უმრავლო საქართველოს შვილები არ ვიცი მე ძალიან ბევრი პროგრამა რომელზეც შეგვიძლია ჩვენ გადაცემის ცალკე გადაცემები მიუძღვნათ რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს თუნდაც მწირი ბიუჯეტის პირობებში და ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახები არ ვითხოვთ ფულად დახმარებას. ესე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ფულად დახმარების ამარა გვინდა ვიცხოვროთ და წურბელებივით დავაწყდით სახელმწიფოს. არა, წურბელებივით არა, მოსკოვში მესამე შულზე დიდი თანხებია უკვე თურმე. რა თქმა უნდა, მეოთხეზეც და დედის კაპიტალია და საერთოდ სოფლის ბევრ ქვეყანაში, რომელშიც სუვერენიტეტის ნიშნები იკვეთება მკაფიო, პირველ რიგში დემოგრაფიული და მეორეზე იძლებიან ამას და წარმოგიდგენთ მესამე, მეოთხე, მეხუთე რა იქნება? ჩვენ საქართველოში. აი რა გაქვთ ის გეგმაში? 2017 წელს მოგვანიჭეს მშობლებს მრავალშვილიანების სტატუსი 4 და მეტი შვილის ოჯახი ცალ-ცალკე დედა და მამა იღებს მრავალშვილიანი სტატუსს
შეიძლება ბევრმა არ იცის სხვადასხვაის და ამ და უთხრათ კიდეც რომ მიგზავნენ ესეთი ადამიანები იუსტიციის სახლში დიახ და საჯარო რეესტრში 4 და ზემოთ ხო 4 და ზემოთ მიიღონ მრავალშვილიანი სტატუსი ეხლა ვერაფრით გავახარებთ იმ კუთხით რომ ამ სტატუსის მიღების შემდგომ აი ეგ მაინტერესებდა კონკრეტული ბენეფიტები სახელმწიფოს მხრიდან სამწუხაროდ არ არსებობს გეხედავთ ესე იგი უნდა იყოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იმისთვის რომ რაღაცა საარსებო საშუალება მიიღო მაგრამ თუ არა ხარ ამ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მაგრამ არც მდიდარი ხარ და აღმატებითია თუ კნინობითია რა მდიდარი ხარები ღატაკი ასე შემდეგ უხატაკესი მაგრამ ნუ თუ სახელმწიფოს არ უნდა კონდეს სტიმული იმისა რომ ღარიბს გაუჩინოს мотиваცია რომ წავიდეს არა სიღატაკისკენ არამედ წავიდეს განვითარებისკენ და ზრდისკენ ამისთვის უნდა არსებობდეს სწორედ პროგრამები არა სოციალურად დაუცველებისთვის მხოლოდ არამედ უნდა არსებობდეს იმ შეჭირვებული მაგრამ არა გაღატაკებული ოჯახებისთვის რომლებიც მაგალითად თავს იკავებენ მესამე შვილისგან, მეოთხე შვილისგან, იმის გამო რომ რაღაცა რაციონალურად, პრაგმატულად იდგებიან ოჯახის დაგეგმვას და ასე შემდეგ, არა? მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს სოციალური იპოთეკის ცნება, როდესაც ახალგაზრდა ოჯახი იქმნება, მათ სახელმწიფო, მაგალითად ბელარუსი არის ამისი უნიკალური მოდელი. 1%-ია იპოთეკური სესხი. გესმით, ახალგაზრდა, ახლად დაქორწინებული ცოლ-ქმრისთვის და რომელსაც სახელმწიფო ხელს უწყობს რომ დაბინავდეს შექმნას კაპიტალი და იცხოვროს და არ იყოს დამოკიდებული მშობლებზე. ხო, სახელმწიფო ზრუნავს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვევლინება როგორც ინვესტორი ოჯახში, საიდანაც შემდგომ უკვე იღებს დივიდენდს. იღებს დივიდენდს იმით, რომ ოჯახში გაზრდილი შვილები იღებენ თავდაცვის უნარიანობაში მონაწილეობას, იღებენ ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობას და რაც თავარია ჯანმრთელობა, ხელმისაწვდომობა, განგრძობად განათლებამდე და ასე შემდეგ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულებები ოჯახის წინაშე. ჯანდაცვა ემსახურება თორე უფასოდ მრავალშვილიან მშობლებს. არ არის ესე რომ უფასოდ ემსახურება, არსებობს მხოლოდ სახელმწიფო დაზღვევის პოლისები, რომლის ფარგლებშიც არის რაღაცა გარკვეული პაკეტები, მაგრამ რასაც ქვია რომ ჩვენმა მრავალშვილიანმა ოჯახებმა, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, კონდეთ სპორტის სახეობებზე წვდომა, კონდეთ პიონერთა სასახლეში არსებულ წრეებზე წვდომა, ნებავთ ხო დამხმარე მუსიკალური სასწავლებლებში ყველგან, ესე იგი ყველგან არის გარკვეული პრობლემა უკვე, იმიტომ რომ იწყება უკვე საგადასახადო ვალდებულებები. და აი ამ სეგმენტში სახელმწიფო სამწუხაროდ ვერ ზრუნავს ოჯახებზე და ეცით რა წინა ხელისუფლების პერიოდებში, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის წევრი, მაშინ 7 შვილი ყავდა ჩვენ და იხილებოდა ბიუჯეტი. და ბიუჯეტის შესახებ კანონის 35 მულში იყო ჩანაწერი, რომ მრავალშვილიანათო ჩაითვლებაო ოჯახიო, რომელსაც ყავსო 7 ან 7-ზე მეტი შვილიო, არასრულწლოვანი ასაკისო, ყველაო. და თითოეულ ბავშვზე გაიცემა დახმარება 5 ლარის ოდენობით. ეს იყო პირდაპირ დაცინვა. მაინტერესებს იმ ადამიანის სახე, ვინც მაგ წარმოთქვა პირველად, აი ვინც განხორციელება მოინდომა. ამას მოგახსენებთ 2007-2008 წლების ბიუჯეტს და ეგრეზე დამოკიდებულება არ დავასახელებ იმ პიროვნების გვარს და სახელს, ვინც იყო ჩემი ოპონენტი და მე ჩემ მაგალითზე მოვიყვანე პლენარული სხდომის დარბაზში, რომ ეს არის მოთხარი ყოველად დისკრიმინაციული, ყოველად ანუ იყო ამ საკითხზე კამათი. ყოველად არაეროვნული, რა თქმა უნდა და ეცით რა პასუხი გამცეს? ხა იმ ძველი რეჟიმის მხრიდან ასეთი პასუხი გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო პრინციპში, მაგრამ მე მართლა ძალიან გამიკვირდა ადამიანურად, პიროვნულად, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ქართულ გვარს ატარებდეს, ხო? რომ პასუხი იყო ესეთი. ბევრი ამოფარებული. თქვენ ბატონო დიმიტრი, სახელმწიფო მეწველი ძროხა გგონიათ? ამიგეთ. რა მითხარით ეგ? ესე იგი ის რომ დღესაც, აი დღემდე ნახეთ, ქართლის დედის საპატიო წოდება არსებობს. საგადასახადო მაშინ რომ დარეკოთ საგადასახადო სამსახურში. დიახ. იქ გეტყვიან რომ კანონი ითვალისწინებს განსაკუთრებულ სოციალურ და მატერიალურ ხარდაჭერას ქართლის დედის წოდების მქონე დედებისთვის. დიახ. მაგრამ რომ მოიკითხოთ რომ მონაცემთა ბაზაში ყავთ თუნდაც ერთი დედა, გეტყვიან რომ არა. არ მითხრა. ეს არაინფორმირებულობა იწვევს თუ რა არა? არა, უბრალოდ ტრაჩობილია კანონი და პრაქტიკული ხორჩესხმა ამ კანონს არ გააჩნიან იმპლემენტაციას რომ უწოდებენ. არ არის პრაქტიკაში ჩვენ არ გვყავს ქართლის დედის საპატიო წოდების მატარებელი არც ერთი დედა, არც 10 შვილის, არც 11 შვილის და არც 12 შვილის და არც მეტი.
8 შვილიანებზე და 7 შვილიანებზე და 6 შვილიანებზე აღარ მაქვს საერთოდ. რას მეუბნებით? ეს არის ჩვენი საგადასახადო სისტემის ძალიან სერიოზული მარცხი და გნებავ ცირცხვილიც. იმიტომ რომ თუ სახელმწიფო ახერხებს და საკმაოდ კარგად და ეფექტიანად რომ შეავსოს ბიუჯეტი, მაშინ ამ ბიუჯეტის შევსებისა და შემდგომი ზრდის ერთ-ერთი მთავარი საძირკველი ფუნდამენტი ეს არის მრავალშვილიანი ოჯახებისადმი მხარდაჭერა. საკვირველია თუ შენ გინდა შენი სახელმწიფო თუ შენ სახელმწიფოზე ზრუნავ. ძალიან მარტივად შეიძლება ბევრი საკითხის გადაწყვეტა. ძალიან მარტივად. მაგალითად, უნდა შეიქმნას სოციალური ფონდი, ბინათ მენაშენეთა სოციალური ფონდი გულისხმობს იმას, რომ რაც კი ბინები შენდება საქართველოში, 4% გადადი ამ ფონდში, 4% და შემდგომში, როცა ახალგაზრდა ოჯახი აპირებს რომ შეიძინოს ბინა, მას თანამონაწილეობით მიეც საშუალება, რომ დაბალი პროცენტული განაკვეთით შეიძინოს ეს ბინა. არ იფიქროს საზღვარგარეთ გაქცევაზე, იმის გამო რომ აქ უკვე არსად წაესვება და ბინის ქირაც კიდე ვერ იხდის, იმიტომ რომ ბევრმა გარემოებამ ძალიან გააძვირა ბინის ქირის ღირებულება, თუმცა ოთხახიან ბინაში დედასთან, მამასთან და ბებიასთან ერთად ვერ მოიყვანს ეს ცოლს. ეს არის ძალიან ელემენტარული საკითხი, რომელიც სირცხვილიც კია რომ იყოს განხილვისა და განჯისა. აი მაგის თქმა მინდა რომ ეს ხმამაღლა თქვა. არ ყოფნის თქვათ რესურსები იმისთვის რომ ურბანულ ქსოვილში ანუ ქალაქის პირობებში მოახდინო განვითარება ასეთი ოჯახი ეს შექმენი სოფლის პროგრამები ბატონო შექმენი ფერმერული ბლოკები მაგალითად ძია ერლონთან ახვლედიანთან ჩვენ 80-იანი წლების ბოლოს ქონდა ასეთი საზოგადოება ახალგაზრდული დათო ტურაშვილი იყო სხვათაშორისი მაშინ კარგი ის ჩვენ მეგობრები დევიკო ბერძენიშვილი გური ხუნწარია კაკუცა ჩოლოყაშვილი შვილი ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა იკრებებოდა ძია ერლონის გარშემო და ჩვენ ვაპირებდით რომ აი მრგვალი პოლისები გაგვეკეთებინა სადღაცა საგურამოსკენ სადღაცა იქეთ ნატახტრისკენ რა კარგი აზრია ხო ესეთი ის და მაშინ წერილიც კი გაკეთდა იმ დროინდელი მთავრობის მიმართ რომ რაღაცა მხარდამჭერი მაგრამ იმდენად ექსპერიმენტალურ ხასიათს ატარებდა ეს ყველაფერი რომ სერიოზულად მაშინ არავინ მიიღო 80-იანი წლების ბოლოს თუმცა სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა რომ ესეთი რაღაც გადაედგა როგორ ფიქრობთ დაგვიანებულია მაგის თავიდან წამოწევა იცით რა არ იქნება დაგვიანებული იმიტომ რომ მახსოვს რომ 2012 წლის არჩევნების წინაც იყო ეს საკითხი რომ აი $1 მილიარდი სოფლის მეურნეობის განვითარებაში რას ნიშნავს $1 მილიარდი 10 შვილიან ოჯახებს უდებ კონტრაქტს, გაგყავს ცალკე უქმნი აგრარულ სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი ბაზის და მათ მიერ წარმოება, რასაც ბელარუსიაშია ადგილი. ბელარუსიაში როგორ ხდება ეს? ბელარუსიაში სოფლებზე ხდება მინდობა რომ მათ გაზარდონ პირუტყვის საქონელი და შემდგომში ისინი მიყავთ და ამაში იხდიან ფულს. აი ამ პროცესში, გაზრდის პროცესში და განვითარების პროცესში. და მის დღეში განკითხვის და იმის ის არის მათი პრეზიდენტი. ესეთი ფერმერული ბლოკები მრავალშვილიანი ოჯახებისგან და მათ მიერ წარმოებული რძის პროდუქციით მაგალითად მოამარაგე ყველა საბავშვო ბაღი. გეთანხმებით. ანუ პირდაპირ სახელმწიფო შესყიდვაზე დასვი და მათ გაუჩინეს მუდმივი გასაღების წყარო ისევ სახელმწიფო, მაგრამ წარმოიდგინეთ სახელმწიფო რომელიც უხარისხო რძის პროდუქტებს მაგალითად შედარებით უხარისხოს თორე ხა იმას არ ყველა უხარისხოა ყიდულობს და შემდგომში მის წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებით ატყდება ხოლმე მთელი გაუგებრობები ბოლო პერიოდის არ იყოს არა შენ უკვე გექნება სტანდარტი სასკოლო სტანდარტი, საბავშვო ბაღის სტანდარტი და სამაგიეროდ დასაქმებული გეყოლება ის 10 შვილიანი ოჯახი, რომელსაც გაიყვან ქალაქიდან, ჩააბარებს სოფელში კონკრეტულ სეგმენტს, მიცემ ტექნიკურ ასე ვთქვათ აღჭურვილობას, ტექნიკურ იმას გაუწევ, რა ქვია, მხარდაჭერას, დახმარებას არა, ინვესტიციის სახით და შემდგომში მიიღებ მისგან პროდუქციას. პრობლემებიდან გამოსავალი არსებობს. რომ დაიძრას მეთქი. პრობლემებიდან გამოსავალი ჭირდება სტაბილური სახელმწიფო. და ჭირდება ისეთი მართლობითი ორგანო, რომელიც დაკავებული იქნება ამ საკითხებით და არა ოპონენტთან ბრძოლით ყოველდღიურ რეჟიმში, რომელიც მოიცავს და ფარავს ყველაზე აქტუალურ საკითხებს. ჩვენ რამდენი წელია ასეთ რეჟიმში ვართ? არ მითხრათ. გახსოვთ, აი, იყო ხოლმე ადრე ჯერ კიდე 80-იან წლების ბოლოს ისეთი საინტერესო გადაცემები იყო ძალიან სამეურნეო მექანიზმი, სიახლეების პრობლემები. იქ იყო სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის, თქვათ, ანალიზი, იქ იყო სოფლის მეურნეობის მიღწევები, რა ნოუ-ჰაუ ინერგებოდა, რა სიახლეები შემოდიოდა მეცნიერებაში და ასე შემდეგ, არა. დღეს საერთოდ ეს თემები აღარ არსებობს, მსჯელობის საგანი აღარ არის. დღეს არის ოპონენტთან ანგარიშსწორების მეთოდები
მათი შედეგი დაიხვეწა, ხო? და ეს ყველაფერი გახდა დიდი სანახაობრივი შოუ, რომელსაც როგორც სანახაობა, ესე იგი, პური და სანახაობა ადამიანებს პურისა და სანახაობის პროგრამული უზრუნველყოფით. აი ეხლა ხო ისა მე რა მინდა გითხრათ. გამომცემლობა არის ბიბლუსი, მე მგონი, ბიბლუსი. მეგობარია ჩემი ვასო გოძიაშვილის იცით შვილობილი. აი ბოლოს რო 29 წლის განმავლობაში ცოლიყავდა, აი იმის შვილი. მან აღზარდა გვარიც მისცა და სახელიც გამოუცვალა და ნუ მოკლედ ირაკლი გოძიაშვილია დღეს. იცით და დაწერა ვასოს შესახებ მოგონებები. და მე მომიტანა მაჩუკა. და ვეუბნები რომ ვიფიქრე ხარო ეს ბელს მოუნდება მეთქი და რომელ მაღაზიებშია მეთქი მე კი მაჩუკა მაგრამ თავის ავტოგრაფით და ისა მაგრამ ნუ ვიფიქრე რომ ეს აუცილებლად მოუნდებათ ვის ხას უნდა ან თეატრი ან ვასო გოძიაშვილის დონის მსახიობი ეხლა თუ მომიტევეთ ბატონ დიმიტრი და მაყურებელსაც ვთხოვ ტაკი მასხარებით გაივსო ხო პატიებას ვითხოვ ამ შეფასებისთვის და უნიკალური კომიკოსები ყავდა. სანდრო ჟორჟოლიანი საერთოდ არავინ არ იცის, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი გრანდია ქართული. არ მითხრათ, ეხლა მაგენი რომ ჰოლივუდში ყოფილიყვნენ. თქვენ გესმით? ენტონი კუინი ვინ არის მათთან, ხო არავინ და რა მითხრა? არც ერთმა ბიბლუსის არც ერთმა მაღაზიამ, ნუ ეხლა მას ეგონა რომ ცალ-ცალკე კანონი ქონდათ. არა დაიციან თურმე კაბინეტიდან. ვის ჭირდება ვასო გოძიაშვილის ბიოგრაფია? ვის ჭირდება მისი მოგონებები? ჩემი წიგნი შეგნებულად 400 გვერდიანი მართლა მიდან სამინისტროდან სამინისტროში დაქონდათ ესე იგი იმდენად საინტერესო ის იყო იმიტომ რომ ჩემი იყო რაღაც გამომივიდა ეგეთი მიგნება და ეს არ ვიცი ლაზარე ზაქარიაძე იცით თუ არა ფილოსოფოსია და ის მეუბნება მანანაო მითხრა შენ რა გონიაო ეხლა ეს ყველაფერი შენი გაკეთებულიაო ვიფიქრე ღმერთო ფურცელი არ მოუშველებია ვინმეს რას მეუბნები ლაზარე მეუთხარი და მან ეს ზემოდან არის იცოდე დაშვებულიო და რო დავუფიქრდი შენ იმას აქ გაგაკეთებია ყველაფერი იგივე ის ბატონ რამაზ პატარიძის შესახებ რომ არაფერი არანაირის არ არსებობდა ერთი წინადადებაც დაწერილი მის საიუველოდ მხოლოდ მე გავაკეთე წიგნი აი გეკითხებით ბატონ დიმიტრი ვინ აქვს ბატონ რამაზ პატარიძეზე უკეთესი მოამაგე ქართული ანბანისა ბატონო დასრულდა ივანე ჯავახიშვილის ისა ეპოქა გადაიბარა პავლე ინგოროყოდან გადაიბარა ბატონმა რამაზმა და მან ხმამაღლა იმაზე რა ქვიან კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ხმამაღლა კვლევის დადასტურებული მეთოდით და იმით რომ ქართული ანბანი 2600 წლისაა. მირეკავენ ერთი კვირის შემდეგ აკადემიიდან და მანე დაგაგვიანდაო. ნუ ეს მე დავწერე ეს ციკლის საიუბილეო მოვასწარე და გავაკეთე და რატომ მეთქი მე უთხარ და ეხლა ლიჩელი გვეუბნებოდაო რომ 3000 წლის არისო. აი ეს რომ გრაკლიანის შემდეგ და მე უთხარი იცით რა მეთქი ნაკლები რო აღარ გახდება ეს ნამდვილად ვიცი და ნეტა 5000 წლისაც გახდეს მეთქი აი მართემის გამოხმაურება იგივე ენის სახელმწიფო პალატა და მისი გაუგებარი აბსოლუტურად ფუნქციები აი ეს უნდა ერეოდა აი ნახეთ ენის სახელმწიფო პალატა მერის დიზაინ კონტროლი და რეკლამის შესახებ კანონი ეს სამი კომპონენტი მაგალითად უნდა მუშაობდეს ყოველდღიურ რეჟიმში რომ ის რაც აბრევიატურებით, ის რაც აბრებით, აი რეკლამის შესახებ არსებული ბანერებით და იმით გვამცნობს ჩვენ რაღაცა ინფორმაციას, რომ იქ კანონთან შესაბამისობაში იყოს ეს ყველაფერი და ქართული ენის დაკნინება არ ხდებოდეს ტოტალურად თანაც. თქვენ განახებთ კვარტლებს, ქუჩებს, გამზირებს, სადაც საერთოდ ქართული წარწერა არც კი არის უკვე ესე იგი ინტერესის საგანი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ არის კონტროლს დაქვემდებარებული. არა და ენის სახელმწიფო პალატის თემა, სხვათა შორის,
ამ საკითხების წინ წამოწევა. გასაკვირველია. აქედან გამომდინარე ეს კანონები, ეს კოორდინაცია კანონებს შორის, ეს სახელმწიფო პოლიტიკური ნება, ეს ყველაფერი უნდა აისახებოდეს და რატომღაც ესე მგონია, რომ მაინც საბალახოდ მიშვებულ, ასე ვთქვათ, ფარას დავიმსგავს. რა კარგი შედარება გამოგივიდა. მართლაც ესეთი ნება თვითიმედოვნებით ვარსებობთ და მგონია, რომ ახლა რო ყავს ის 8 შვილი და გვაქვს ოჯახი, ეს უკვე საკმარისია. ნუ ეგ ხა ქართული საზოგადოებისთვის სამკაულები არიან თქვენი შვილები, მაგრამ ძალიან დიდ დეფორმაციებს ხედავ ქართულ საზოგადოებაში, რომელიც გარედან თავს მოხვეული კონკრეტული კომპონენტების ზემოქმედების შედეგად ხდება და ესე თუ გავაგრძელებთ, ვერც ამ 8 შვილით მოვიწონებთ თავს და ვეღარ შვილიშვილებით და საერთოდ დამთავრდება ქვეყანა. შოთა მყავდა გლურჯიძე და ისა დათო გალეგაშვილი და ვეკითხები ხალხმა მეთქი. თბილისზე ქონდა ლაპარაკი, ისა საუბარი თბილისელობაზე. ხალხმა მოთხრა გამარკვიეთ მეთქი. რით რა სირთულეს წარმოადგენს აღმაშენებლის თავის ადგილზე დაბრუნება და იმ მოქმედობის განმსაზღვრელი ველოსიპედის აღება. ნებისმიერ იმას ლითონის შემწყიდველს უთხარი და 2 საათში აღარ იქნება იქაურობა, ხო? მერე გავიგე. მარენაო, რა ვარდისფერებში ხედავ ყველაფერს ერთი მეუბნება. და რა იყო მეთქი მითხარ და იბერიაო რომ არაბებმა აიღესო მე მგონი ხო არაბებმა აშენესო ხო ის იბერია ეხლა თავიანთ სასტუმრო რო გააკეთეს იბერიის ნაცვლად აი მაგათ არ მოუვიდა თვალში დავით აღმაშენებლის ცქერა ზემოდან და ისინი არ თავენ ნებასო და ეხლა მეტი სადგნებავთ ეხლა რო გახვიდეთ მითხარით გეხვეწებით ეხლა შენ უნდა მკარნახობდე ვიღაცა ისა ასეთი კიცებულებებით არის სავსე ფაქტი. გაგიგიათ თქვენ ამის შესახებ? კი, მსმენია, იმიტომ რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესე გადატანა თან სპონტანურად მოიშორეს ფაქტიურად და ქალაქის გასასვლელში. უკან აღარ აბრუნებენ, უკან აღარ და თურმე რა ყოფილა სარჩული ის ვეღარ იმაშობა. კარგით, ნუღა ვებრძვით ამ იმას, მაგრამ უკეთესი ადგილი ვერ ვიპოვეთ და უშუალოდ რომ დავით აღმაშენებელი შემოვაბრუნოთ ჩვენსკენ. ეხლა მე ვცხოვრობ ვერაზე. და იცით რა, დილით გავდივარ ხოლმე სასეირნოთ. ეხლა თქვენ ფაწმინდა ახსენეთ და ჩემი სამოძრაო რადიუსი ესეთია, თავისუფლების მოედნამდე ჩავდივარ და მოვდივარ უკან. მაგრამ იცით, ესე იგი აღარ მინდა იქით გავლა და რატომ? აქამდე სკამები იყო იქ და იმ სკამებზე იწვნენ მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლები, ნუ აშკარად ემჩნეოდათ, ისა კიმიკვირს ისე პრინციპში მაგენი ხوارსვავენ, ლუდის ბოთლები და ნუ რაღაც სიბინძურე საშინელი ყველა სკამზე. ქაშვეთის უკან ხوارი პარკი და სკამები. არა რუსთაველზე. ეხლა იქ სკამები აიღეს, ამას ვხედავ აშკარად, სკამები დალეწეს ეთყობა იქ, როცა ის არეულობა იყო და ეხლა ბეტონზე წვანან. უპირველესი ერთადერთი ცენტრალური პროსპექტი გვაქვს რუსთაველი. მე კითხვა მაქვს, არ შეიძლება, ეს არის 1 საათის ამბავით, ამ რუსთაველზე ჩამოიარე მანქანით და გააძევე. მე ისიც მოვისმინე, არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, შეიძლება არ არის მართალი, მაგრამ აზერბაიჯანიდან 2 ვაგონი ისინი უკონელი და გაჭირვებული ხალხი გამოუშვეს ჩვენთან, აქ ჩამოსხეს და ამაში უზარმაზარი ფული გადაიხადესო. ხოცით ამაზე მეცმენი არაფერი. არ ვიცი, რამე შემიძლია გითხრათ. აზერბაიჯანის ვაგონებზე ვიგულისხმენ, ვარ მსმენია თქო, რომ ყველაფერი დანარჩენში ხილულია ეს უკანონო მიგრაციის კონკრეტული შედეგები. და ამაში ფულის აღება. სხვა შორის მე მიმართე ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით დავაფუძნე ამ მიზნით საზოგადოებრივი კომუნიკაციების და სახლ დიპლომატიის ცენტრი და მივმართე ბატონ დავითაშვილს, გურამ დავითაშვილი არის ესეთი მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომ მათ ხელთ არსებული რესურსების სიმწირის გამო, რაც ვერ გაწოდება მთელ საქართველოში კონტროლის მექანიზმის ეფექტურ გამოყენებას, რომ შეიქმნას სამოხალისეო პირველადი საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელსაც ჩვენ შევქმნით, მათ გადაგვამზადონ, დაგვატრენინგონ. კი ბატონო. და ესეთი პატრულირება რომ დაიწყოს მთელ უირა კარგი აზრია. რომ მოხდეს გამოვლენის შემთხვევაში მოიყვანო მართლწესრიგის ოფიცერს, ის შეადგენს ოგმს და გადაიყვანს პიროვნებას და მოახდენს შემდგომში სახელმწიფო მის დეპორტაციას. ასე თუ არ მიმოქმედეთ, ხელი-ხელთ ჩაკიდებულებმა საზოგადოებამ, ოფიციოზმა
ძალოვანმა სტრუქტურებმა თუ ეს ქვეყანა ვერ გავითავისეთ და ვერ განვიცადეთ რა და თუ ესე მოხდა რომ მთავრობა ცალკე იქნა, ბიუჯეტი ცალკე იქნა და ხალხი ცალკე იქნა თავისი პრობლემებით არა ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ეს გათიშე და იბატონე გარედან მართული პროცესი მალე დასრულდება სრული კრახით ჩვენთვის სამწუხარო პირობ. მე მინდა ეხლა ჩვენ მაყურებელს მოვახსენო რომ ჩემი ტელევიზიაში არსებობის დღიდან ასეთი გადაცემა არ მქონია. ჩვენ მქონდა ღიმილიანი ყოველთვის და იცით კარგი განწყობით მთავრდებოდა, მაგრამ დამეთანხმეთ ბატონმა დავით დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისეთი საკითხები გააშიშვა და გამოიტანა სააშკაროზე რომ მე უბრალოდ აი როგორი ქართველი მერქმეოდა ეხლა რომ ამას იცით თქვა რომ არა ეს ჩემი ის არ არის ჩემი გადაცემის ფორმატი მართლა ძალიან მეტკინა აი მართლა ძალიან მეტკინა ის რაც ეხლა მე მოვისმინე ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძისგან ისე მე გამუდმებით რაც ბატონ დიმიტრის ვიცნობ ხო გამუდმებით ვხედავ ამოღებული ფარხმალის ხმლით და ბრძოლა ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ. მე ასე დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვიცნობ. უღრმესი მადლობა ბატონ დიმიტრი, უღრმესი მადლობა. ალბათ ბევრი მაყურებელი იქნება ჩემს მდგომარეობაში, რომ ის რაც ბატონმა დიმიტრიმ ჩვენ ახლა გაგვაგებინა, ეს ბევრს არ ეცოდინებოდა, არა ვარ მარტო მე ალბათ ამ მდგომარეობაში. ბევრია ალბათ, დაღლილია ხალხი, მაგრამ ერთი რო იმას აქვთ წამოუჭრათ ეს საკითხი და რომელიმე მაინც დაიძრას, მე მეორეს მიყოლება ამ იმაზე გაცილებით ადვილი იქნება. უღრმესი მადლობა, ვინც ჩვენთან ერთად იყო აქამდე, ვინც ჩვენ გვიცქირა, უღრმესი მადლობა და მე მოგახსენებთ, რომ შემდეგი ხუთშაბათის 10 საათამდე გემშვიდობებით, კეთილის სურვილებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ბატონო. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა.